თუ გინდათ ჩემ ძმაზეც გეტყვით, პრობლემა არ არის, აქ სუსტა საკითხია. ძმაზე შემდეგ ვისაუბროთ. თქვით, დაასრულე. ხო, ამიტომ ვიძახი ალექსანდრე ხუბულოვი, რომელიც ორჯერ იყო ჯგუფურად ყაჩაღობაზე ნასამართლევი და კანონიერი ქურდის ტიტულის მაძიებელი იყო იმ პერიოდისთვის. ზურაბ ვაზაგაშვილი და რა ზურაბ ვაზაგაშვილი. თუ მე მეკითხები ვისაუბროთ იმ მანქანაში და რა არ იყო თქვენი აზრით კარგი ხალხი და რა ზურაბ ვაზაგაშვილი მომისმინეთ რა ეწუთას კაცო ესე არ არის ზურაბ ვაზაგაშვილი რომელსაც თბილისელი ორი ოჯახი პაპუაშვილების და გაბუნიას ოჯახი ადანაშაულებს მათი შვილების კვლელობაში ფუთურიძე რომელიც კადრებში ჩანს რომ მანქანაში როდესაც მანქანა გაჩერდა მან არ შეწყვიტა სროლა და გადაყენილი მაკაროვით გადმოყავთ ის და უვარდება ხელიდან. სად რომელ კადრებში? და მეოთხე ედუარდ სინდოიანი რეციდივისტი, მრავალჯერ ნასამართლევი, რომელიც ჩვენი ინფორმაციით დღეს სამუდამო სასჯელს იხდის უკრაინაში, მან ყაჩაღობის დროს ქალს თავი მოაჭრა უკრაინაში და შესაბამისად დღეს იქ იხდის სასჯელს. აი ესენი იყვნენ ის პიროვნებები. ამიტომ იმის ალბათობა რომ აქ შემთხვევით ვიღაცამ რაღაცა ჩაატარა არის ძალიან ნაკლები. ანუ საპასუხოდ იმისა რომ რატომ შალვამ კითხა მე რატომ ჩატარდა მაგ ადგილას არ იგეგმებოდა ეს ღონისძიება ეს იყო შეიქმნა ექსტრემალური სიტუაცია სადაც კრიმინალებმა გაუხსნეს ცეცხლი პოლიციამ რასაც პოლიტიზებულს უწოდებს ამ საკითხს სინამდვილეში ამ საკითხის მიმართ მე ცოტნე გამსახურდია ვერ შევეკამათები მაღალი საზოგადოების მის მამას და მის ძმას და ამიტომ მე მასთან საკამათოდ არ აქვს თუ მომიწვიეთ ცოტნე გამსახურდეს ვეკავ და არ ვაპირებ არ გვინდა ახლა ძმებზე საუბარი ძმების მიმართ გამოკიდებულება თქვენთვის ცნობილია არ არის ახლა ჩემი ძმა ამ სტუდიაში მე საერთოდ არ მინდა თქვენთან საუბარი ერთი წუთი მე ერთი კითხვა მაქვს ის ვისი სანქციით და რატომ იქნა გამოყენებული სპეცრაზმი აი იმ კონკრეტულ ოპერაციაში რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ შეგიძლიათ ამ კითხვას გასცეთ პასუხი ეს არ არის პოლიტიზირება მე წავიკითხე ერთი წამი დამამთავრებია რა ერთი წამი დამამთავრებინა მე წავიკითხე თქვენი ის რა ქვია რომ თითქოს ეს საქმე საჯარო ბიბლიოთეკად იქცა საჯარო ბიბლიოთეკად არ იქცა არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი თუნდაც პოლიტიკური ინტერესი და პოლიტიკა ყველაფერი რაც საზოგადოებას აინტერესებს და საზოგადოების ინტერესებს ეხება დავსვი კითხვა ვისი ბრძანებით იქნა გამოყვანილი სპეცრაზმი მე არა ვარ ის სულელი ვინც დაიჯერებს რომ სპეცრაზმის გამოყვანას შემთხვევებში გამოდის ცოტნე კითხვა დასმულია ოპერების ბრძანები კითხვა დასმულია დიახ უპასუხოთ კითხვა შეიძლება კითხვა დასმულია გასაგებია მოდით მე არ უპასუხებ ცოტნეს და თქვენ გიპასუხებთ ჩემო ჟურნალისტებო საზოგადოებას უპასუხოთ გასაგებია გავცეთ პასუხი იმიტომ მე ხა წესია საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში დღემდე სპეციალური დანიშნულების რაზმების გამოყვანა ხდება მხოლოდ მათი კურატორი მინისტრის მოადგილის თანხმობის შემთხვევაში. ისე სპეცდანიშნულების რაზმები ქუჩაში არ დაძრწიან, არანაირ ღონისძიებებს არ ატარებენ. დაკმაყოფილებთ ბატონო ცოტნე ეს პასუხი? სახელი და გვარი. ის კურატორი იყო შალვა ჯანაშვილი. მე რას ცulis ეს დანაშაულია სპეცნაზის გამოყვანა იმაზე ღონისძიებაზე ვანო მერაბიშვილი არის ხო რაღაცა ახალია გამოყვანასთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილს არანაირი ვალდებულება არ ქონა იმისი რომ მას ცოდნა სპეცდანიშნულის რაზმი სად გამოიყენებოდა ამას ყვითავდა მხოლოდ მინისტრის მოადგილე რომელიც კურირებდა დღესაც ანალოგიური სიტუაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში